აი რაც პარლამენტში ახლა მთავრობის ხელმძღვანელის გამოსვლა იყო, რაც იქ ხდებოდა ზოგადად და რა ესთეტიკაც ჩვენ მივიღეთ. მე არ მინდა იმ ესთეტიკის ნაწილი ვიყო. ბოდიში რუსული ჟარგონისთვის, აი პათხალიმობაო, რასაც იტყვიან, აი ეგ რაც ხდებოდა პარლამენტში, რაც ქართული ოცნების ამომრჩეველმა მიიღო ამ არჩევნების შედეგად, მათ ხო გააკეთეს რაღაც სწორი არჩევანი, გადაარჩინეს ქვეყანა, რომ არ მოსულიყო მიშა, არ რაღაცა ჯანდაბარ მომხდარიყო და ამიტომ აირჩიეს ქართული ოცნება. აი მაგათმა აირჩიეს ეგ პათხალიმობა. რაც იქ ხდებოდა პარლამენტში. ანუ რა მართლა საბჭოთა პერიოდს დაუბრუნდით. Brezhnevis გამოსვლის დროს რო ხანგრძლივი ხუხარე ტაში იყო, მართლა რითი განსხვავდებოდა ბოლო პარლამენტის ხდომა ამით, სადაც პრემიერი გამოვიდა მითი მოხსენებით და უბრალოდ ნუ აი ხალხი აი ყოველგვარი შუბლის ზარღვის გაწყვეტით თაყვანს სცემდნენ მას. ეს ხო არ გვინდა, ამაზე ხო არ გვიოცნებია. ეს ხო არ იყო დამოუკიდებელი საქართველოს მიზანი. ამისთვის რატომ მოვდიოდით საბჭოთა კავშირიდან? საბჭოთა კავშირის ხო შეგვეძლო ლენინზე თაყვანისცემა, იქ ვიღაცა ბრეჟნევზე, ხრუშოვზე, ანუ ეს ხო არ არის ქართული სახელმწიფოს მიზანი. სულშეცდომების ერთობლიობა და სწორედ ამან მიგვიყვანა აი ამ უგემოვნებამ რასაც ქვია ერთპიროვნული მმართველობის ხოტბა დიდება.